რა ქენითაბა გამოგლიჯეთ ქალაქი ხელიდან ქართულ ოცნებას? აი იმ პარტიებს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ბოიკოტს ეძახდა შეცდომას. აი ამ ორ პარტიაზე მაქვს საუბარი, ლელოზე და გახარიევზე, ვინც უღალატა თავის პრინციპებს, თავის ხალხს ამომრჩეველს პირველ რიგში, ესეთი უხერხემლოობა რო დაანახეთ ყველას. ხალხმაც კი დაგანახათ, რასაც წარმოადგენთ, მაგრამ გასაგებია ისიც, რომ თქვენთვის თვითგადარჩენის ინსტინქტი და პირადი ინტერესები ყველაფერზე წინ დგას, მაგრამ ღირდა ამად? ლელოს კარგი 2 მანდატი მიუგდეს, გირჩსაც, მაგრამ გახარიას პარტიას კონსერვატორები რო გაჯობებენ, ბიჭო, იმათმა 1 მანდატი აიღეს და თქვენ ვერც ერთი. პოლიტიკურ არენაზე კი არა, სახლიდან არ გაქვთ თავი გამოსაყოფი. აი რითი მართლებთ თავს, კიდე რო სხვას აბრალით რაღაცას. ეხლა ალბათ ახალ მიზეზს მოიძებნით კიდე რის გამო ღირს პარლამენტში შესვლა და იქაც შეხვალთ, აბა რა სიზავთ. უბრალოდ მაგით კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ პოლიტიკური გვამები და არაფერს არ წარმოადგენთ. ჩვეულებრივი ჯიბის ბიჭები ხართ, ქართული ოცნების სატელიტები.